შესაბამისად ფორუმი გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა. დღესასწაული წინ კიდევ ეს არის ბიუჯეტი და ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა. მოხსენებლები აქ არიან. ამის შენიშვნა ხო არა გვაქვს? არა. დღესასწაულის უღალოდ კენჭი ვინ არის მომხრე? ერთხმად მივიღეთ დღესასწაული, დავიწყოთ პირველი საკითხი. კანონში ცვლილების შეტანის სწავლაზე ალექსანდრე ჭიქიძის ჩვენს კოლეგებს. ოდენება მინდა მოგხსნათ ბიუჯეტში. მოკლედ გეტყვით რა თანხის განკარგვა ხდება. შემდეგში უთო დაზღვევა რაც პოლიციები მოიცვა და ამიტომ ფსიქოსომატიური რეაბილიტაცია და ფინანსები არის ავტონომიის პროექტების და შემოსვლია ბიუჯეტში. მოკლედ თავად რაცგან შემოსած 13 მილიონი გრანტი რომელიც მივიღეთ, აქედან 8 მილიონი მიდის კოდექსურობ ტახებზე, ხოლო 5 მილიონი მიდის ადგილის სანაპირო ზოლის გარკვევებისთვის. აქ ჩვენ გვაქვს 1.700.000 ლარი რომელიც მივიღეთ ფინანსური აქტივობის კლების შედეგად ამ თანხას ვაძლევთ საჯარის ტელევიზიას. რომელსაც თავარი წავა ხელფასებზე და წავა სატელის მომსახურებას. ანუ ეს თანხები არის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და არა ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერი, ხო? ეს 1.700.000. ცენტრალური მივიღეთ 13 მილიონი, რომელიც მიდის ეს არის ჩვენი თანხა, ეს არის ფინანსური აქტივობის კლები, რომელიც ვაძლევთ ტელევიზიას. აქვე მინდა გითხრათ, რომ თანხები გამოვიცუცუდა სამართლის დაცვის სამინისტროში, იმიტომ რომ თავარი კომპონენტი, რომელიც იყო გეგმიური მომსახურება და ონკოლოგიური დახმარებებით, წაიღო საკუთარ დაზღვევა. 550 ლარი გამოთავისუფლდა და ეს გადაუდებელი დახმარებისთვის მოსახლეობისთვის, რომელსაც დარჩება სამართლის სამინისტროში. ზებოლის საქართველოს კანონი, რომელიც ნათლად არის განსაზღვრული, რომ რაც გამოცხადდება საპრეზიდენტო არჩევნები, ეკრძალება ბიუჯეტის ცვლილების და სახელმწიფო ბიუჯეტი და ადგილობრივი ბიუჯეტები. იქ ნახსენები არ არის აჭარის ავტონომიური ბიუჯეტი. ფაქტიურად აჭარის რეგიონში მიწის რეფორმა ვერ ჩატარდა, არ ჩატარდა. ასე თუ ისე აჭარის ზემო რაიონებში საუბარი არის ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ასე თუ ისე საკითხები მოგვარებულია, თუმცა ხელვაჩავისა და ქობულეთის რაიონში ძალიან მოუწესრიგებელია სიტუაცია. ჩვენ ახლა ვცდილობთ ამ კანონის ინიციატივით ჩავუშვათ კომიტეტებში, ჩავუშვათ ფრაქციებში, შემდგომ აქტიურად განხილულ იქნას ეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამთავრობო უწყებებთან, დაინტერესებულ პირებთან და ყველამ თავის შენიშვნით რომ შემოვიდეს. ერთი სიტყვით მოკლედ რომ თქვა საუბარი. მუშაობას იწყებ. კი, რა თქმა უნდა, იწყებ მუშაობას, ძალიან სენსიტიური საკითხია, ძალიან რთული საკითხია, დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა, მაგრამ თავარი ისაა, რომ არსებობს მზაობა იმისი, რომ გვინდა ამ საკითხის გადაჭრა და მესმის ვაცნობიერებ, რომ საკმაოდ რთული საკითხია, თუმცა რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა შევეჭიდოთ ამ საკითხს და ვფიქრობ, შესაძლებელია თუ იქნება პოლიტიკური ნება იმისი, რომ საკითხი გადაწყვეტოთ, ალბათ გადაწყვეტოთ. ეს გაჟღერდა სხვადასხვაში თქვენი მოთხოვნა, რატომ გაქვთ სურვილი და თუ გაქვთ სურვილი და რატომ რომ იხილოთ კადრები. და მოითხოვთ ან დეპუტაციასაც მიუწოდებოდეს ხელი და ნახოს ეს კადრები. კი, მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ვერ და ვერ თანხმები მე კითხვის იმ ნაწილს, რომ თქვენი სურვილია ნამდვილად არ არის ჩემი. არა, თუ არის თქვენი სურვილი, მე კითხვით ფორმა მოგეცი. მიზანი რა არის, მე შევეკითხავ. გიპასუხებ მიზანზეც, მე ვიცი აზრი ჩვენი დეპუტატებისა, ჩემი კოლეგებისა, ნაწილი ამ საკითხს ვერ ეთანხმება, ნაწილი კიდევ ასე ვთქვათ ვერ თანხმებით. ნამდვილად არ გამაჩნია სურვილი იმ აზრზენი კადრების ნახვისა. დაახლოებით წარმოადგენა მაგ რაც იქნება ის რაც ჩვენ ნახეთ ტელევიზიით ხომ და რამდენადაც გაჟღერდა და რაოდენად გაჟღერდა უარესი კადრები არსებობს და ამ შემთხვევაში ალბათ უფრო მეტი ინფორმირებულობისათვის გვჭირდება და მთავარი ჩემთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ისა რომ კიდევ ერთხელ ნახოთ ჩვენი თვალით რომ არავითარ შემთხვევაში არასოდეს არც ერთი სისტემა არ უნდა დაემსგავსოს იმ სისტემას რომ ასეთი რამ შეძლოს გაბედოს და ერგოს თავის თავზე და გააკეთოს ესა და ეს უბრალოდ ძალიან ხშირად დავდივარ მოსახლეობასთან, მაქვს ხშირი შეხვედრები ამ მომხრეებთან, მათგანაც გაჟღერებულა ეს კითხვები, ფაქტიურად ვერ მიძლევი პასუხებს, რამე თუ მე არ მქონდა საშუალება ამ კადრების ხილვისა, მესმის რომ ძალიან მძიმეა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად არანაირი სურვილი პირადულად არ გამაჩნია მე, თუმცა აი ინფორმირებულობის კუთხით. არა, ეხლა მე კონკრეტულ პროექტებს ნამდვილად მხარს ვუჭერ, არ მინდა რომ გამოვიდე ისე რომ რაღაცის კეთებას მხარი არ დაუჭირო, მაგრამ ჩვენ ამას ადრე ვეუბნებთ ჩვენს კოლეგებს, რომ ეს დროზე იყო გასაკეთებელი და დღეს კანონი ნათლად განსაზღვრავს იმას, რომ ადგილობრივ და თვითმმართველობების და სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების გაკეთება არ შეიძლება, ეს რომ იქ ცალკე არ წერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას უფლება აქვს
ბიუჯეტში განახორციელოს რაიმე სახის ცვლილება. ანუ თქვენ ამას ხედავთ პოლიტიკურად. ნაწილი არის იმ ბიუჯეტისა, რასაც ბიუჯეტი ქვია. ასე რომ მე არ ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება. თუმცა საქმის კეთებას მე მხარს ვუჭერ და ეს გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო. დღეს გოდერძის უღელტეხილზე ტანილი თანხა, რომელსაც კიდევ რამოდენიმე დღე ჭირდება იმ პროცედურას, ტენდერს და რაღაცებს, ეს იქნება უკვე ზამთარი, მომდგარი კარს და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი პიარი, რომელიც ეს თანხა უკან დაბრუნდება ისე ბიუჯეტში და ამათი ბიუჯეტი ხო განიცდის დეფიციტს, ამით შეავსო. მე არ ვიცი, ეს არის ამაზრზენი, აი თავიდან ბოლომდე ამაზრზენი და მე მართლა ვარ გაოცებული ყველა იმ ადამიანისგან, ვისაც ამის ნახვა უნდა და თუ ამის ნახვა და ესეთი რაღაცების ნახვა ძალიან უნდათ ადამიანებს ინტერნეტში არსებობს უამრავი საიტი მსგავსი შევიდნენ უყურონ და დატკბენ ამითი მე ვერ ვხედავ სურვილი რატო უნდა გქონდეს ადამიანს იმისი რომ ესეთი საძაგლე ნახოს ადამიანმა და მით უმეტეს კოლექტიურად